გამარჯობა. სასიამოვნოა თქვენი ნახვა. კეთილი იყო შენი მობრძანება. მადლობა ძმაო. ფეხსაცმელი გაიხადე. კარგი ხუმრობ. მართლა გინახრო ფეხსაცმელი გავიხადო? არა, დაწმუნებული ხარ თუ? დიახ. ალი როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? ეს კარგი ბიჭია. ჩაი ან ყავა? რას მიირთმევ? ყავაზე თანახმავარ. ყავა? დიახ, ყავას მივირთმევ. თქვენ აკეთებთ? კი, ადვილია. და რა სახის ყავას ვამთ? ესპრესო, ეს საუკეთესოა. არაფერს უმატებთ? კი. 1 წლის წინ დავიწყე შავი ყავისმა, რადგან მანამდე ყოველთვის ძიდვს ვამდი. რატომ გადახვედით ძიდან შავზე? იმიტომ რომ იცით, ახლა ეს პროფესიონალური გახდა. კარგი ყავის აპარატიც გვაქვს. კარგი მანქანა ეგ რუსეთში გაქვთ. დიახ, განსაკუთრებით თქვენთვის. ჩვენ რუსეთში Wi-Fi-ს გვაქვს ძმაო, არი ნერვიულო. რა სახის ჩაის ვამთ? ძირითადად არ ვიცი რომელია, რუსულია. რუსული ჩაი? დიახ, აქ ერთმა ბიჭმა მაჩუქა. მეთო ჩემო, ეს ძალიან ძლიერია. კი, კარგია. რამდენი ხანია რაც ნიუ-იორკში ხართ? საღიდლებზე ვიყავი ნიუ-იორკში. დაახლოებით 3 კვირა ნიუ-ჯერსიში გავატარე. ნიუ-ჯერსიში 3 კვირა იყავით? დიახ. შენსაც ცხოვრობ მაიამიში, მაიამი? დიახ. როგორი იყო ვარჯიში აქ? კარგი. ნიუ-იორკში ცივა? თქვენთვის ცივა თუ არა? დღეს კი, მანამდე კარგი ამინდები იყო. როგორი ამინდია ახლა დაღესტანში? დაღესტანშიც იგივეა თითქმის. კარგი, მოდით ახლა გავსიჯუნთ ეს ყავა. მეითვი ძმაო, დღეს უფასოა. ვაუ, მაგარია, წუწუნია შემიძლია, რადგან ყველაფერი უფასოა. ბიჭებო, მოდით, ვინმეს უნდა ყავა? ფინიკი მეითვი, რა არის ეს? ფინიკი არასოდეს მიჭამია აქამდე. არასდროს? არა, არასდროს. რა არის ფინიკი? კარგი, ეს ცადე, აი შუაში. მაგრამ რა არის ეს? შაქარია ძმაო. და ძალიან ჯანსაღია. კურკები თუ არის მასში? უბრალოდ ჭამე, შუაში არის კურკები. უბრალოდ აიღე, ეს ხილია. კარგია თქვენთვის. ძმაო, მართლა კარგია. შეზღვიდე მაგ სახის მიღება. ხმეთო ჩემო, ეს მართლა ხილია. არაფერი ვიცოდი აქამდე. როგორ არიცით, მოიცადე, ფინიკი რუსეთიდან არის? არა, ფინიკი რუსეთიდან არ არის, ეს ახლო აღმოსავლეთიდანაა. მართლაც კარგია ძმაო, ძალიან კარგია. ეს თქვენი საყვარელი ხილია? დიახ. კიდევ რა ხილს მიირთმევთ? ყველაფერი მომწონს, ყველაფერს ვჭამ, მაგრამ ახლა არა, ახლა წონაში ვიკლებ. როგორია თქვენი დიეტა კემპის დაწყებიდან? ახლა წონა შევიცვალე, თქვენ იცით, ამიტომ შეიძლება ყველაფერი ვჭამო. მართალია, თქვენ ხომ ზედა წონაში ახვედით, არა? დიახ, მაგრამ მე მაინც მიყვარს სუფთად ჭამა. იცით, უფრო რთულია წონაში მომატება თუ დაკლება. ეს პირველი კემპია წონის მოსამატებლად. ძალიან რთული კემპი იყო. დაღესტანში ვიყავი, რუსეთში, მთებში. იქ ერთი ლამაზი ქალაქია. 3 კვირა გავატარე იქ. მხოლოდ სიმძიმეების ასაწევოდა წონის მოსამატებლად. ძალიან რთულია. ჯანდაბა, ეს კემპი ყველაზე რთულია ჩემს ცხოვრებაში. ეს თქვენი ყველაზე რთული კემპია? დიახ, იმიტომ რომ ახლა ბევრი რამ შევცვალე. ჩემი პარტნიორები. ისინი უფრო ძლიერები და დიდები არიან. და მე წონას ვიმატებ, ამიტომ არის ყველაზე რთული კემპი. მაგრამ ეს ყველაზე მასტივი წონის კლებაა. ადრე როცა ოლშაბათი იყო, დღეს ოლშაბათია, ხო? დიახ. ოლშაბათი ჩვეულებრივ ვიცით, ძალა არ მაქვს. ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ დღეს იგივე ძალა მაქვს. მაქსიმუმ რა წონა ყოფილი ხარ? 87 კილოგრამი. არ ვიცი რამდენი ეგ ფუნტებში. 191. ეს არ ვიცოდი, 191? დიახ. მეთო ჩემო. მაგრამ მე 171 პუნქტამდე უნდა დავიკლო. ეს სიგიჟეა. შენ ამდენიც ხარ ახლა? დაახლოებით 180, ან ცოტა მძიმე. ახლა თითქმის 180 ფუნტი ვარ.
Right now I'm a little heavy, like 180. კარგია, მაშინ შეგვიძლია რომ ვისპარინგოთ, არა? ენერგიისთვის მხოლოდ ჩაის და ყავას ვაო? არა, 5 კვირა რაც ყავის დალევა შევწყვიტე. ყავა არ მომწონს. რატომ? ის უბრალოდ უცნაურ ნერვულ შეგრძნებას გაძლევს. ზოგჯერ ენერგიას მაძლევს, მაგრამ შემდეგ ჩემი ენერგია ქვეითდება. ამიტომ მე მაინც ვრჩები ერთ პოზიციაზე. ჯანსაღი კვება უფრო მირჩევნია. სად არის ჩემი წყალი? დღეს 7 ლიტრი უნდა დავლიო. 7 ლიტრი წყალი? დიახ. სად არის ჩემი წყალი? მომიტანეთ. ისინი მე მაქვს. კი, შეგიძლია მომიტანო? დიახ. 7 ლიტრი. ანუ რამდენი ბოთლია 7 ლიტრი? So how many of those is 7 liters? როცა ამას დავამთავრებ, კიდე ცოტა მექნება დარჩენილი. ეს სიგიჟია ძმაო, ნამდვილად სიგიჟია. That is so crazy. ეს გეხმარება წონის კლებაშია რა? დიახ. სად არის შენი ლაივ სტრიმი? გინდა რომ მათი ლაპარაკო? კი. მოდი ვნახოთ. პირველი კითხვა ჯონ პორკზეა. ისინი ჩემს თანაგუნდელს ჯონ პორკს ეძახიან. მაგრამ არ ვიცი რატომ. ხალხი მას ჯონ პორკს ეძახის. რატომ ბიჭებო? გთხოვთ რომ დაუძახეთ მას ჯონ პორკს. მას ძალიან სწყინს. You had mentioned თქვენ აღნიშნეთ რომ ეს თქვენი ყველაზე რთული კემპია. დიახ, შეხედეთ ჩემს სახეს. what do you say? დიახ, თვალები ჩაშავებული გაქვს. Right there, I see you. ნამდვილად რაც ეძახიან ამას, შავი თვალი თუ რაღაცა რა? Black eye. კი. როგორ მოხდა ეს? რთული კემპისგან, ჩემი სპარრინგ პარტნიორებისგან, გასულ ხუთშაბათს გავგიჟდით და ბევრი ვივარჯიშეთ. რამდენჯერ ვარჯიშობ დღეში? ჩვეულებრივ დღეში 2 ჯერ, ან თუ სადმე გარეთ ვართ, მაგალითად სამწვრთნელო კემპში, მთაში. დილით ვიღვიძებთ. ცოტა გაწელვები გვაქვს, შეიძლება ზოგჯერ ცოტა სირბილი. უბრალოდ გამოსაფხიზლებლად. ამის შემდეგ მივდივართ საუზმეზე და დილის 11 საათიდან ვიწყებთ ვარჯიშს. And then what about the nighttime? და ღამე როდის ვარჯიშობ? ეს დამოკიდებულია ჩხუბზე, მაგალითად ჩემი ბრძოლა ახლა 12-ზეა. ამიტომ დარბაზში 9 ან 10 საათისთვის მივდივართ და 12 საათზე ვასრულებთ ვარჯიშს. რომელი ქალაქია თქვენთვის ფავორიტი საბრძოლველად? სიმართლე გითხრათ, ყველაზე მარტივი საბრძოლველად ალბათ აბუ-დაბია. ეს არის თქვენთვის ყველაზე საყვარელი ადგილი? დიახ, რადგან ჩვენ სახლთანაც ახლოა. სულ რაღაც 3 საათის ფრენაა. Who are you most excited to fight? ვისთან ბრძოლის სურვილი გაქვთ ყველაზე მეტად ახალ წონაში? ჯეკის შემდეგ? კი, ჯეკის შემდეგ. ეს ბელალია? არა, ბელალი არა. კამარო უსმანი. კამარო იყო ის, ვისაც ყველაზე მეტი ტიტულის დაცვა ჰქონდა ამ წონაში. ახლა ის კარგ პოზიციაშია. ზუსტად არ მახსოვს რომელი ადგილზეა, მაგრამ კარგ პოზიციაშია. გინდა დარჩეთ ქვესაშუალო წონაში თუ გინდა დაბრუნდეთ მსუბუქ წონაში. I know you don't know probably now. და ეს დღეს თოფურიას შეებრძოლოთ. Back to lightweight. Maybe you fight Topuria one day. თუ ახლა მკითხავთ, მინდა რომ ამ წონაში დავრჩე, მაგრამ ბრძოლის შემდეგ უნდა ვნახოთ რა მოხდება, იმიტომ რომ იცით, თავს ბევრად უკეთ ვუქრწნობ. რადგან ვიცი რა ხდებოდა ორშაბათობით, დიახ, ვჭამდი ნაკლებს, არ მქონდა ენერგია, მაგრამ დღეს როცა ბრძოლის კვირა, ორშაბათს თავს ჩვეულებრივი დღის მსგავსად ვუქრწნობ. Right. რაც ფიქრობთ UFC-ს თეთრი სახლის ქარtze? At the White House. ეს არის ადგილი, სადაც ბრძოლა მინდა. ეს ისტორიაში პირველად მოხდება. და შეიძლება ეს დღეს რუსეთშიც გააკეთონ, მაგარი იქნება, წითელ მოედანზე. ეს ყველაფერი მემკვიდრეობისთვისაა. ახლა მე მედისონ სკვარ გარდენში ვიბრძოლებ. არ ვიცი რომელი უფრო დიდი მოვლენა იქნება. New York City, man. Yeah. მედისონ სკვარ გარდენში ჩხუბი თუ ჩვენი პირველი ბრძოლა თეთრ სახლში. Yeah, true. Will you be თქვენი ბრძოლებთ იქ? დიახ. ნამდვილად მინდა იქ ბრძოლა. უბრალოდ კარგი დროა. ახლა ბრძოლა ნოემბერში მაქვს. და საკმარისით რომ რჩება მოსამზადებლად. when you როდესაც საღამოს ბოლო ბრძოლა გაქვს. გაქვს თუ არა რაღაც ნერვიულობის შეგრძნება იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, ყველა დანარჩენ ბრძოლას უყურებ და ელოდები შენს გამოსვლას. letting all these other fights kind of pass by, you're watching them and then it's like you're kind of waiting to go out. დიახ, რა თქმა უნდა. პირველი ბრძოლა ბევრად უკეთესია ვფიქრობ. იმიტომ რომ მიდიხარ არენაზე, იქ თითქმის არავინ არ არის, ცარიელია, ბრძოლა მთავრდება და შეიძლება წახვიდე.
მაგრამ ახლა თქვენ მთელი დღე უნდა დასჭეთ და დაელოდოთ. და როდესაც თქვენი თანაგუნდელები იბრძვიან იმავე დღეს, ეს ნერვიულობას გმატებს. როგორც ბოლოს მახსოვს უმარი იყო არა? დიახ, უმარი იბრძოდა. უმარის ბრძოლის შემდეგ ჩემი ბრძოლა იყო, ამიტომ ხურდებოდი, მაგრამ მინდოდა მისი ბრძოლისთვისაც მეყურებინა. ამიტომ ჩემ თანაგუნდელი ბიჭი ტელევიზორის ქვეშ დავაყენე. თან ბრძოლას უყურებდი და თან მასთან ერთად სპარინგობდი. ამ დროს ნამდვილი შეშლილი ვით ნერვიულობდი. ბრძოლა ძალიან კონკურენტუნარიანი და რთული იყო. ამ ბრძოლის შემდეგ უმარს და ხაბიბს ვუთხარი, გთხოვთ, არავინ ჩასვათ ჩემთან ერთად იმავე ქართზე, იმიტომ რომ ეს სტრესს მატებს. რა აზრის ხარ ტომ მასპინალის ბრძოლაზე და რას ფიქრობ ამ ბრძოლის შედეგზე? ცოტათი გაკვირვებული ვარ. ჩემი აზრით ეს ასპინალისთვის უფრო მარტივი ბრძოლა უნდა ყოფილიყო. მაგრამ ვფიქრობ, რომ სირილგანმა ძალიან კარგად დაიცვა თავი ჭიდაობისგან და ძალიან საინტერესო იქნებოდა მეორე, მესამე რაუნდები. მაგრამ ბრძოლა დასრულდა ისე, როგორც დასრულდა. კარგი რემატჩი იქნება. ახლა ხალხს ესმის, რომ ორივე მებრძოლი ერთი და იგივე დონეზეა. ფიქრობ, რომ ეს საინტერესოა. არ ვიცი თუ უყურებთ რაიმე სახის ჩანაწერებს მისი წინა ბრძოლებიდან, მაგრამ რა გამოაჩევთ ჯეკს თქვენთვის ყველაზე მეტად? ფიქრობ, კარგი ბოქსიორია. მას ერთ-ერთი საუკეთესო ბოქსი აქვს ჩვენ სპორტში. ყველა მიცის, რომ ის კარგია ამ საქმეში, მაგრამ ის ახლა მხოლოდ ბოქსიორი არ არის. თქვენ ნახეთ მისი ბოლო ბრძოლა, როგორ დაიცვა თავი ჭიდაობისგან, როგორ გზნობს თავს კარგად მიწაზე. გონიას კი წაუქცევია მიწაზე, არა? ფიქრობ, ორჯერ ან სამჯერ წააქცია, მაგრამ ეს არ არის ისეთი რამ, რაც მას აგვირვებს. ის თავს კარგად გზნობს მიწაზე, ამიტომ გითხარით, რომ ეს შეიძლება იყოს ყველაზე რთული ბრძოლა ჩემს ცხოვრებაში. ამ ბრძოლისთვის ძალიან ბევრს ვარჯიშობ, იმიტომ რომ ვიცი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მზად უნდა ვიყო. რა არის ყველაზე რთული? რომ იყო ჩემპიონი, რასაც ხალხი კამერაში ვერ ხედავს. როდესაც ჩემპიონი ხარ, ყველაზე რთული ნაწილი არის ის, რომ თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ფოკუსი. ნუ დაკარგოთ ფოკუსს, რადგან ზოგიერთი ჩემპიონი კარგავს მოტივაციას, როცა ხდება ჩემპიონი. კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ან უნდა მოიქცეთ ისე, როგორც მე მოვიქეცი და შეიცვალოთ წონა. მე შევიცვალე დივიზიონი და ახლა მაქვს ახალი მოტივაცია, რომ გავხდე ორმაგი ჩემპიონი. ეს ბევრ ადამიანს არ გაუკეთებია და ვიცი, თუ მე ამას გავაკეთებ, ისტორიაში შევალ. ვინ შეიძლება იყოს თოფურიასთვის ყველაზე რთული მეტოქე შენ ძველ დივიზიონში? არმანი. ფიქრობ, არმანი ყველაზე რთული მეტოქეა თოფურიასთვის. და ასევე ჯასტინ გეიჯიც ძალიან კარგია. მაგრამ პედი პიმბლეტი ნამდვილად არა. პედის მცირე შანსი აქვს ილიასთან. რისი გაკეთება შეუძლია? საბმიშენი? თეიქდაუნი? ნამდვილად არ ვიცი. თუ მკითხავთ ვინ არის თოფურიასთვის ყველაზე რთული მეტოქე, ფიქრობ ეს ნამდვილად არმანია. ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოს. რას შეცვლიდი UFC-ში? რა იქნებოდა ეს? Pound for pound-ის რეიტინგს შევცვლიდი. პირველ ადგილზე დავბრუნდებოდი. მაგრამ ეს სამ კვირაში აუცილებლად მოხდება. თუ მოგიწევთ, რომ დაასახელოთ თქვენი პირადი ამაჟამინდელი top 5 pound for pound-ი UFC-ში, ვინ იქნებოდნენ ესენი? ანუ ახლავე? დიახ, ახლავე. უბრალოდ ამჟამად თქვენი პირადი ფავორიტი top 5 pound for pound-ი. კარგი. მე პანტოჟა ტომას პინალი ვოლკანოვსკი რა თქმა უნდა რამდენია 4-ია ხო? კი 4-ია
კიდევ ერთი და თოფურია. თოფურია მეხუთეზე? დიახ, მეხუთეზე. ვოლკანოვსკის და ლოპესის ბრძოლა გიჟური იყო. ორივეს კარგი ნიკაპი აქვს. დიეგო ლოპესი ძალიან უძონს. ვოლკი ნამდვილი მეომარია, ის მთელი დღე იბრძოლებს შეუჩერებლად. ვოლკი შეშლილია, ის ერთ-ერთია ყველა დროის უდიდეს მებრძოლთა შორის. რაც შეეხება უკაცრავ თქვენ თვით ტოპ 5 ამჟამინდელი, ტოპ 5 ყველა დროის საუკეთესო გარეშე? ყველა დროის ჩემთვის ძალიან რთულია რომ დავასახელო. საუკეთესო მებრძოლები არიან რა თქმა უნდა ანდერსონ სილვა, ჯორჯ სენ-პიერი, ხაბიბი და კიდევ ვინ? ჟოზე ალდო. მე ვიტყოდი რომ ჟოზე ალდო, ჯონ ჯონსი. ბევრი კარგი მებრძოლი ყავს, იცით? რა არის თქვენთვის ტოპ 3 კერძი, რომელსაც ყველაზე ხშირად მიირთმევთ? ვიცი რომ ძალიან სუფთად იკვებებით. ხალხი შეცდომას უშვებს. ჩვენ გვაქვს ხინკალი ჩვენს ტრადიციულ კერძებში, მაგრამ ეს არ არის ისეთივე, როგორიც ქართველებს აქვთ. ქართული ტრადიციული კერძია ხინკალი, მაგრამ დაღესტანში 33 სხვადასხვა ენა გვაქვს. 33 ენა დაღესტანში? დიახ და თითქმის ყველა ენას აქვს თავისი ხინკალი. ეს ჩვენი ტრადიციული კერძია. ეს ძალიან მრავალფეროვანია. დიახ, 33 ენა. მაგალითად, მე სხვა ენა მაქვს, ხაბიბს სხვა და ასე შემდეგ. რამდენი ენა იცით? ინგლისურად და რუსულად ვლაპარაკობ. ასევე ჩემი მშობლიური ენა. რომელი ენაა ყველაზე რთული შესასწავლად მათ შორის, რასაც კი სწავლობდით? ალბათ არაბული ენა. ვცდილობდი მესწავლა, მაგრამ მხოლოდ კითხვა შემიძლია, მაგრამ არ მესმის. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ფავორიტი ბრძოლა მვიქენზე. რას ფიქრობ შონ ბრეიდისა და მაიკ მორალესის შესახებ? კარგი ბრძოლა იქნება. მე მოვწონს შონ ბრეიდი, მოვწონს მისი სტილი. ის ძალიან კარგია. თუ ერთ დღეს შევხვდებით, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სხვადასხვა წონაში ვართ, ვიცი რომ რთული ბრძოლა იქნება. ჩვენ თითქმის მსგავსი სტილი გვაქვს. კარგი ჭიდაობა, კარგი პრესინგი, მაგრამ თუ ის კარგ ფორმაშია, აუცილებლად მოიგებს. რა სიტყვი ანკალაევისა და ალექს ფერეირას რემატჩზე? მე რა თქმა უნდა გაკვირვებული ვიყავი. ფიქრობდი რომ ანკალაევი მოიგებდა? დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ბრძოლის შემდეგ ყველა მითხრა რომ ის, ანკალაევი, ბოლო 3 თვის განმავლობაში არ ვარჯიშობდა. ნეკნი ჰქონდა დაზიანებული, როდესაც კვირაში 3 სპარინგი არ გაქვს, რთულია გალიაში შეხვიდე და იჩხუბო. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს იყო მიზეზი, რატომაც ეს ყველაფერი მოხდა. ვფიქრობ რომ მათ კიდევ ერთხელ უნდა იჩხუბონ. მესამე ნაწილი? დიახ, იმიტომ რომ ანკალაევი ამბობს, რომ მას არ სურდა ბრძოლიდან მოხსნა, რადგან მთავარი ივენთის გადარჩენა უნდოდა. მან ჯანმრთელობა უნდა აღიდგინოს და რა თქმა უნდა დაბრუნდეს. ყოფილა თუ არა ისეთი საბრძოლო კემპი, როდესაც ტრავმირებული ან დაშავებული იყავი, მაგრამ მალავდი ამ ყველაფერს და მაინც იბრძოლე? არა, სერიოზული არაფერი. მებრძოლს ყოველთვის აქვს პატარა ტრავმები, მაგრამ ნეკნის დაზიანება ძალიან რთულია. ამ დროს არ შეგიძლია მოძრაობა, თუ რამე ნეკზე გეხება, გიჟურით კივილი იცის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას აქვს პატარა ტრავმები, მაგრამ თუ 100% ჯანმრთელი არ ხარ, გალიაში შესვლა კარგი იდეა არაა. მახსოვს უმარ ნურმაგომედოვი, მან ხელი მოიტეხა მერაბთან პირველ რაუნდში, არა? დიახ, მაგრამ როდესაც ბრძოლა იწყება და ამ დროს ხდება რამე, დიდად ვერ გრძნობ, რადგან ეს ახლახან მოხდა. ასე რომ შემდეგი 10-15 წუთი ისე იბრძვი, ვერაფერს იგრძნობ. მაგრამ როდესაც ხელის მოკიდება გსურს, ის არ იმუშავებს. თუმცა არ არის ესეთი გიჟურით კივილი. ვცდილობ რომ ხელი მოუჭირო, მაგრამ ის არ იქნება ძლიერი. ვიცი რომ არავის გაურბიხარ და ნებისმიერთან საბრძოლველად მზად ხარ. მაშინ რატომ არ შედგა თქვენი ბრძოლა ილია თოფურიასთან არასდროს? ფიქრობ რომ ოდესმე მოხდება ეს და შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ბრძოლა? დიახ, ვფიქრობ ეს ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება. მას ყველა იცნობს და მეც მინდა ეს ბრძოლა. ვფიქრობ მომავალი წელი საუკეთესო დროა ამისთვის. ეს სიგიჟე იქნება. ხამზადისა და დუბლესისის ბრძოლაზე რას ფიქრობთ? გაკვირვებული ხარ შედეგით? სიმართლე გითხრა, გაკვირვებული ვარ.
გულწრფელად რომ თქვა, რამდენად მარტივად დაამასხა მან ჩემპიონი. ხამზატი მართლაც კარგია, კარგი უნარები და ჭიდაობა აქვს. ვისაც ამ ბრძოლაში ჭიდაობა შეუძლია, ის დომინირებს ყოველთვის. რას ფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც მოჭიდაობის კრიტიკას ცდილობენ და ამბობენ, რომ ისინი ანგრევენ UFC-ს? თუ გესმით MMA, ეს ჩხუბი ძალიან გასასწორი იყო. ხამზატის ყურება, რომელიც აბსოლუტურად ანადგურებდა DDP-ს. თუ ჭიდაობის გამოცდილება გაგვდა ბავშვობაში ჭიდაობით და გიყვართ ბრძოლა, თქვენი მეტოქო ცდილობს დაიცვას თავი ჭიდაობისგან, მაგალითად როგორც DDP აკეთებდა. ფიგურის ბოლო 3-4 თვე მხოლოდ ჭიდაობისგან თავდაცვას სწავლობდა. ეს სიგიჟია. იცით რამდენჯერ დაიცვა მან თავი? რთულია, ძალიან რთულია ჭიდაობის სწავლა, როდესაც 25-26 წლის ხარ. გულისხმობ თუ ანკალაევს შევხედავთ, მას ბევრი თეიქდაუნის დაცვა ჰქონდა. Makes sense. I mean, if you look at Ank Alex, he had a lot of those takedown defenses. He had 11 or 13. Ankalaev, his ground game, he's not a wrestler. Yeah, I he's know. a Greco-Roman. Yeah. It's a little bit different. Yeah. Yeah. მე კომფორტულად ვგრძნობ თავს დარტყმებში. მისი დარტყმები ძალიან კარგია. რამდენი ადამიანი დაანოკაუტა მან? ბევრი, ამიტომაც ბევრი ადამიანი, ზოგიერთი მათგანი, ოდესაც ვინმეს ანოკაუტებენ, ისინი ამბობენ, არა, აღარ ვიჭიდაო, რადგან ჯერა თავიანთი მუშტის. რატომ უნდა ვიჭიდაო? და ზოგჯერ ეს დიდი შეცდომაა, მაგრამ ხალხს უყვარს, ოდესაც ვინმეს ანოკაუტებ. Believe his punch, why I have to wrestle. And sometimes it's mistake, but people love when you knock out someone. How long are you going to train for, by the way? რამდენ ხანს აპირებთ ვაჭის? დაახლოებით 12 საათისთვის დავამთავრებთ. 4 საათს აგრძელებთ? დიახ. This is a personal question from me to you. How do you stay hungry? ერთი პირადი შეკითხვა მაქვს თქვენთვის. როგორ ძლებს ჭამის გარეშე? ვიცი რომ ჩემპიონი ხარ. ვიცი რომ ეს ალბათ სუპერ მოტივაციაა, მაგრამ ამას როგორ ახერხებ? It's very hard to stay hungry, and you have to ეს ძალიან რთულია. ამიტომ ყოველთვის გქონდეს მიზანი. ახლა ადვილია მეორე ქამარი და დიდი ბრძოლა მაქვს წინ. ეს კიდევ ერთი დიდი მოტივაციაა თქვენთვის? დიახ, ეს კიდევ ერთი დიდი მიზანია. მაგრამ როდესაც ჩემპიონი ხარ და ქამარი უნდა დაიცვა, ამ დროს ეს ყველაფერი ძალიან რთულია. ვიცი რომ თავმდაბალი ხარ და არ გიყვარს ფულის ხარჯვა და მსგავსი რამ. მაგრამ რა იყო თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო შენაძენი, რომელიც გაგიკეთებიათ ცხოვრებაში? ყველაზე დასამახსოვრებელი შენაძენი, იქნებ ვინმე სახლი უყიდეთ ან საჩუქარი ვინმე თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. დიახ, როდესაც მამაჩემს მანქანა ვუყიდე. უახლესი მოდელი. ადრე რუსულ მანქანას მართავდა, როდესაც ეს მანქანა ვუყიდე, ის ძალიან ბედნიერი იყო. I know my father was like before he drive like Russian car, when I buy this car, he was like very happy. როდესაც ვინმე სამეს ჩუქნე, ხალხი ბედნიერია და ეს მეც მახარებს. ჩემ უფრო ძმას მანქანების კომპანია აქვს, ეს ყიდულობს და ყიდის მანქანებს. კარგად ერკვევა მანქანებში, მაგრამ მე დიდად მოყვარული არ ვარ. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ისა თუ ეს მანქანა მეყიდა, მაგრამ ამ დროს მე ჩინურ მანქანა მყავდა. ჩინურ მანქანას მართავდი. ისაც ისე ძვირია და თან ძალიან კომფორტულია. ჩემი ძმა გაგიჟდა და მეუბნებოდა, ჰეი, რატომ მართავ შენ ჩინურ მანქანას? შენ ჩემპიონი ხარ. შეცვალე ახლავე, მე ვუთხარი, რატომაც არ ეს ძალიან კომფორტული მანქანა. ჩინური მანქანა ისევ მყავს, მაგრამ ახლა სხვა ვიყიდე. What's your favorite car? და რა არის შენი საყვარელი მანქანა? ჩემი საყვარელი მანქანა ჩვენი გზებისთვის არის ჯიპის მსგავსი. It's some like Jeep. I buy the US Bronco. The last ბოლო შეკითხვა, რასაც გკითხა. რა არის შენი პროგნოზი ამ ბრძოლაში? პროგნოზი? არ ვიცი. მე ყოველთვის ფინიშს ვეძებ.